ჩემო კარგებო, მოგესალმებით. დღეს მსურს განვიხილო ერთ-ერთი ლეგენდარული ფილმი La Dolce Vita, იგივე ტკბილი ცხოვრება 1960 წლის. შეუდარებელი ფედერიკო ფელინის ნამუშევარი. ალბათ ბევრ თქვენგანს ნანახი ექნება ეს დიდებული ფილმი. თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად უყურეთ. მე თვითონ ძალიან დიდი ხანი ფეხს ვითრევდი ფელინის შემოქმედებასთან დაკავშირებით, რადგან ცოტა ჩემს აზრებთან ახლოს არ იდგა, მაგრამ როცა დავიწყე მისი ფილმების ყურება, ნამდვილი შედევრები იყო და ძალიან ახლოს მოვიდა ჩემს გონება განწყობილებასთანაც კი. ესეც ერთ-ერთი იდეალური ფილმია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს, ასე ვთქვათ, საშუალო ფენას ინტერესებთან ნაკლებად დგას, მაგრამ დაგვანახებს როგორ ცხოვრობენ, უпроსტად როგორ ცხოვრობდნენ იმ დროინდელ ეპოქაში მდიდარი საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებისთვისაც ცხოვრება მხოლოდ გართობასთან ასოცირდებოდა და ეს გართობაც ისეთი იყო, რომ ასე ვთქვათ, ვერანაირად ვერ აბედნიერებდათ მას და უკვე აღარ იცოდნენ სადასრულიყნა რომელ წყალში გადავარდნენ, ასე ვთქვათ. და ამ სცენარს მეტად ეტყობა ასევე სხვადასხვა სცენარისტების ხელი ერთ-ერთი არის პაზოლინის და უკვე ხვდები, რომელი მონაკვეთი არის მის მიერ დაწერილი. სტაინერის, ასე ვთქვათ, ნამდვილად მის დაწერილი იქნება და ყველაზე მეტად ეს მონაკვეთი მომხვდა გულზე. ძალიან პრობლემატურია და იმ დროისთვის ასე კარგად რომ აღწერა ახლა არსად განიცდი ადამიანი. ესე იგი, ყოველთვის არსებობდა ეს პრობლემები და თან გსდევდა ადამიანს, თუნდაც შენი ფიქრები, რომ იმას არ აკეთებ, რაც გინდა რომ აკეთო, არ შეგიძლია ის აკეთო, რაც გსურს, რადგან ეს საზოგადოების, ასე ვთქვათ, წნეხი გაწვება, სხვების ინტერესები, სხვების შეხედულებები და არ შეგიძლია ადამიანმა საკუთარი თავი ბოლომდე გამოუყო და ამას ბოლოს მიყავ ხარ უკვე სასოწარკვეთამდე, რომ შენთვის აღარაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა და ფიქრობ, რომ სხვა სამყარო უკეთეს იქნება, ვიდრე ეს სამყარო და შენს ძვირფას ადამიანებსაც, ასე ვთქვათ, იქ წაიყვან და ეს მომენტია ძალიან ჩამჩაგულში, ყველაზე დიდი შიშია. სავარაუდოდ ფელინის მძიმე ცხოვრების დანაც აისახა ეს ამბავი, ვინც იცით მისი ამბავი, მიხვდებით რა მომენტზეც გულისხმობ, ხო და არ დავაკონკრეტებ და არ დავაგასპოილერებ ამ შემთხვევაში. მოკლედ, ძალიან მძიმე ფილმია თუ ჩაწვდებით, ძალიან ლამაზად გაფორმებული, ულამაზესი მომენტებით, ასე ვთქვათ, შეფარული სევდა. ლამაზად განმოცემული სევდა. რა თქმა უნდა, მარჩელო და ანტეკბერგი არიან დიდებულები. მინდოდა უფრო მეტი ეკრანული დრო ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ისედაც ცხადზე იყო, რომ სიუჟეტ შეტის თავი პერსონაჟი მარჩელო და მის ირგვლივ ვითარდება ყველაფერი. ის ეძებს თავად ამ ცხოვრების არსს, რომელიც დაკარგული აქვს და დასასრული ისეთ მეტად ცხადყოფს. თითქოს ეძებს, მაგრამ თავის საუკეთესო მეგობრის ბოლომდე ვერ შეცნობაც, რა თქმა უნდა, მასე ცუდად აისახება. და დასასრული ძალიან სამახსოვრებელი და სევდიანია, რომ ბოლოს უკვე აღარ ესმის ის, ვინც მას ხელს უქნებს, მის ოცნებებზე, ასე ვთქვათ, უარი თქვა და ისე გულში ხვდება, რომ მოგინდება, რომ არასდროს არ გახდა მისნაირი. ასე რომ გირჩევთ, ძალიან მოგეწონებათ ეს ფილმი. საანატრელი სევდასავით არის. და ძალიან ლამაზად გაფორმებული, როგორც უკვე აღვნიშნე. ასე რომ აუცილებლად უყურეთ, არინანებთ. თან თუ გიყვართ სამოციანების ფილმები, მით უმეტეს ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად არის აღიარებული და ამას, რა თქმა უნდა, ვერავინ შეეტოვება. თან რო გაგახსენდება ფელინის ბოლოს სიტყვები, სიკვდილის წინ რო ინატრა, თუნდაც კიდევ ერთხელ ვიტანჩო და შემიყვარდეს ეს ზოგადად ცხოვრებაზე თქვა, ყველაფრის სიყვარულზე, რაც კი შეიძლება ადამიანს გიყვარდეს და გაიცადო ის იმედგაცრუება, რასაც კი ოდესმე განიცდი. ყველაფერი ხო შენ ტვინშია, ესეთაც მაგას ნელ-ნელა უკვე ხვდები და აცნობიერებ, მაგრამ გინდა ისევ იყო ისეთი, როგორც იყავი ადრე. და დაიბრუნო ის საკუთარი ძველი ვერსია. ყველანაირად და ამ ფილმშიც სწორედ ესაა ჩაქსოვილი, რომ ვერ იბრუნებ ძველ ვერსიას და ეს გულს ბოლომდე გიტახს.